გერმანიამ საიმიგრაციო კანონმდებლობა გაამკაცრა. რეგულაციები 1 აგვისტოს ამოქმედა ახალი კანონით, უარის შემთხვევაში თავშესაფრის მაძებელს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით ეკრძალება. ეს რეგულაცია შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდეს. გერმანიის მსგავსად საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ფიქრობენ. ამის მიზეზი არასტაბილური ვითარების გამო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტოლთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა გახდა. მიგრანტების დასახმარებლად ევროკავშირი რამდენიმე მილიარდ ევროს დახარჯავს, რაც ბევრი პოლიტიკური პარტიისა თუ მოქალაქისთვის მიუღებელია. ეს დღეს გადარჩენილთა ამსახველი კადრებია. ევროპაში ლტოლვილთა ნაკადები ძირითადად სირიისა და ერაყის ტერიტორიებიდან მიედინება. მიგრანტები ევროპაში მოხვედრას ხმელთაშუა ზღვის ან ბალკანეთის გავლით ცდილობენ. ევროკავშირი მიგრანტების დასახმარებლად მათ მიმღებ ქვეყნებს 2,4 მილიარდი ევროს გამოყოფას დაჰპირდა. ევროკომისია 2,4 მილიარდი ევროს ოდენობით დააფინანსებს წევრ სახელმწიფოებს საიმიგრაციო პროცედურების განსახორციელებლად და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ქვეყნებთან, რათა სათანადოდ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. თუმცა ამის მიუხედავად ისევ მწვავედ დგას იტალიაში, საბერძნეთსა და სირიის ლტოლვილთა ბანაკში მომლოდინე 55,000-მდე ლტოლვილის ევროპულ ქვეყნებში გადანაწილების საკითხი. მათი უმეტესობა ლტოლვილების მიღებაზე უარს აცხადებს. ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ამ საკითხთან გამკლავებას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად დიდია ესა თუ ის ქვეყანა. ეს ევროპის პრობლემაა და მისი გადაჭრა საჭიროა. ვითარება საბერძნეთში საგანგაშოა. ქვეყანაში მხოლოდ ივლისში 50,000-მდე მიგრანტი შემოვიდა. შესაბამისად ყველაზე დიდი დატვირთვა იტალიაზე, საბერძნეთსა და გერმანიაზე მოდის. გერმანიას ხმელთაშუა ზღვიდან ლტოლვილის სტატუსის მისაღებად მხოლოდ ივლისში 4,000-მა პირმა მიმართა. ბალკანეთიდან ამავე სტატუსის მინიჭებას კი 90,000-ზე მეტი პირი ელის. თუმცა გერმანიაში 1 აგვისტოს ამოქმედებული კანონმდებლობით უარის შემთხვევაში პირებს 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ლეგალური გზით მოხვედრის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. მსგავსი პოლიტიკის განხორციელებას გერმანიის ხელისუფლება ტუნისისა და საქართველოს მოქალაქეების მიმართაც განიხილავს. 5 წლის წინ თავშესაფარს წლიურად 40,000-მდე ადამიანი ითხოვდა. ახლა ეს რიცხვი 400,000-ს აღემატება. თუმცა ვშიშობთ, რომ ჩვენი პროგნოზების მიხედვით ეს რიცხვი შესაძლოა წლის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. მიგრანტებისთვის ყველაზე ღია ქვეყანა ევროპაში შვედეთია. ქვეყანაში ყოველწლიურად 80,000-ზე მეტი მიგრანტი შეედინება, მათგან თითქმის 40% კი ოფიციალურად თავშესაფარს იღებს. ყველაზე მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა კი ჰოლანდიას აქვს. განსაკუთრებული სიმკაცრით ჰოლანდია სომალელი მოქალაქეების მიმართ გამოირჩევა და მათ სამშობლოში დეპორტაციას ახორციელებს. პოლონეთის კარი კი ღიაა მხოლოდ ქრისტიანებისთვის. სწორედ ამიტომ მიგრანტთა უმეტესობა უკრაინის, რუსეთისა და ტაჯიკეთის ქვეყნებიდანაა წარმოდგენილი. პოლონურ საზოგადოებაში კრიტიკის საგანი გახდა ხელისუფლების გადაწყვეტილება საბერძნეთიდან და იტალიიდან 2,000 ლტოლვილის შეფარების გამო. პოლონელთა 70%-ს მიაჩნია, რომ ისლამური და აფრიკული ქვეყნებიდან ლტოლვილები არ უნდა მიიღონ. ჩვენ ძალიან დიდი ნაკადი გვყავს აღმოსავლეთიდან, უკრაინიდან გასული წლის განმავლობაში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ჩვენ გარკვეული რეზერვი უნდა შევინარჩუნოთ უკრაინიდან თავშესაფრის მაძიებელთათვის. იტალიისა და საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით მხოლოდ მიმდინარე წელს 200,000-მა ადამიანმა გადაკვეთა ხმელთაშუა ზღვა. მათგან სულ მცირე 2,000 კი გზაში დაიღუპა. უმეტესობა მათგანი სირიის, ერაყისა და აფრიკის მოქალაქეები არიან.